Აცება რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103.9-ზე რადიო პალიტრის ეთერით, და ასე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს პალიტრა ნიუსის ეთერით. როგორც იცით, გუშინ სომხეთში იმყოფებოდა კაია კალასი, რომელმაც განაცხადა, რომ სომხეთთან ევროკავშირი დაიწყებს უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებებს, ხოლო საქართველოსთან კი საუბარია, რომ შეიძლება ეს უვიზო მიმოსვლა საერთოდ გაჩერდეს. სომხეთს ასევე ევროკავშირმა 270 მილიონიც გამოუყო. პარალელურად კი ვითარდება მოვლენები საკმაოდ დრამატულად რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის, როგორც იცით, რუსეთში ჩატარდა სპეცოპერაცია, სადაც მიგრანტები უბრალოდ დააკავეს, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეები და ორი აზერბაიჯანის მოქალაქე გარდაიცვალა. ამან საკმაოდ დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის. საპასუხოდ აზერბაიჯანმა დახურა სპუტნიკი, უბრალოდ სპუტნიკის რამდენიმე თანამშრომელი დააკავა ბრალდებით ჯაშუშობაში და ასევე დააკავა რუსეთის რამდენიმე მოქალაქე აზერბაიჯანში ცხოვრებ. თქვენ ამ კადრებს უყურებთ ახლა. არა მარტო დააკავეს აზერბაიჯანში მცხოვრები რუსები, არამედ ვიდეო გადაიღეს, როგორ ამცირებენ ამ რუსებს პოლიციაში, ფაქტობრივად არ ვიცი, სხვა რა შეიძლება ამას ერქვას. და ეს ვიდეო გამოაქვეყნეს, ნაცემი არიან ეს რუსები. ამ რუსებს აზერბაიჯანელები აბრალებენ რაღაც ნარკოტიკების ტრაფიკინგს ირანიდან და რაღაც კიბერდანაშაულს და ასე შემდეგ. მოკლედ ფაქტი არის, რომ ფაქტობრივად აზერბაიჯანმა შური იძია რუსეთის ამ საქციელზე, როცა იქ აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს. პესკომმა გააკეთა განცხადება, რომ ძალიან სამწუხარო არის ასეთი განვითარება მოვლენების. მოკლედ რა ხდება კავკასიაში? ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას, რომ რუსეთს უბრალოდ კავკასიაში მოკავშირე აღარ დარჩება, არც სომხეთის, არც აზერბაიჯანის სახით და შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ ერთ-ერთი მოკავშირეები რუსეთის, თუ ასე გაგრძელდა მოვლენები. ეს არის მთავარი კითხვები, რომელსაც დავსვამთ გადაცემაში და ჩვენი სტუმრები იქნებიან გიორგი ტუმასიანი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი. მოგესალმებით. გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. გიორგი, შენგან დავიწყებ, რადგან ხა სომხეთი შენი სამშობლო, ასე თუ მეორე სამშობლო თუ პირველი არ ვიცი როგორ ყოფ ამას და უფრო კარგად იცი იქ რა ხდება მოვლენები და შესაბამისად მაინტერესებს დეტალურად მოგვიყვე. არა მარტო ხა კაია კალასის ვიზიტი ყველა ვნახეთ ახლა რაც არის, არამედ ის დაპირისპირება, რომელიც არის ეკლესიასთან მათ შორის. ამაზე ხა შესავალში არ მისაუბრია. იმიტომ რომ ეს დღეები ჩვენ ადამიანები თვალყურს, როგორ დაპირისპირება არის ფაშინიანსა და ეკლესიას შორის. ხო, ეჩმიაძინთან იყო მობილიზებული სპეცრაზმი, ფაქტობრივად ეპისკოპოსის დაკავებას ითხოვდნენ, მე საერთოდ ჩაბარდა ეპისკოპოსი და ფაშინიანი ფაქტობრივად ითხოვს კათოლიკოსის გადადგომას და ესეც განიხილება რუსეთთან ბრძოლის კონტექსტში. მოკლედ გისმენთ. მოგესალმებით მერაბ, მივესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მნიშვნელოვანი პროცესები მიდის სამეზობლოში, როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში და ორი საკითხი უნდა დავაზუსტო. პირველ რიგში თქვენ აღნიშნეთ, რომ შეიძლება ბოლო მოკავშირე დავრჩეთ რეგიონში, ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები. რუსეთს ზოგადად არ ყავს მოკავშირეები და განსაკუთრებით საქართველოს სადაც 20% არის ოკუპირებული და დანარჩენ 20%-შიც რუსეთი რასაც 80%-ში რასაც მართავს, ეს მოკავშირეობის საწინააღმდეგო, საპირისპირო მდგომარეობა არის. შეიძლება ამას დავარქვათ ვასალი ან ოკუპირებული ტერიტორია მთლიანად. შესაბამისად, რუსეთის ბუნება არის, რომ მოკავშირეები არ ყავს და ძალიან კარგი მაგალითი ეს არის სწორედ სომხეთი და აზერბაიჯანი. შეგახსენებთ, სომხეთთანაც და აზერბაიჯანთანაც რუსეთს გააჩნია დოკუმენტურად მოკავშირეობის შესახებ იურიდიული საფუძველი. სომხეთთან 90-იანი წლებიდან და საბოლოო ჯამში გადააგდო, მოატყუა და ეს შეჩერდა პრაქტიკულად დე-ფაქტოდ, ხოლო აზერბაიჯანთან მეორე ყარაბაღის ომის შემდეგ ხელმოწერა მოხდა მოკავშირეობის შესახებ დოკუმენტის და შედეგებს აგერ ვხედავთ. და მეორე საკითხი მნიშვნელოვანი, რაც თქვენ აღნიშნეთ, უკავშირდება იმას, რომ აქ მთლიანი არქიტექტურა ეხლა ისეთი არის შექმნილი, რომ საქართველოს ფაქტორი არის მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი გადამწყვეტი და ვფიქრობ, რომ ეს მთელ კონტექსტში უნდა გამიხილოთ. და მეორე ნიუანსი მინდა დავაზუსტო. თქვენ ასევე აღნიშნეთ, რომ სომხეთში მიდის დაპირისპირება ნიკოლ ფაშინიანსა და ეკლესიას შორის. ეს არის მცდარი ტერმინოლოგია, იმ კუთხით, რომ პროპაგანდა იყენებს ამ ტერმინებს. დაპირისპირება არის ხელისუფლებასა და საზოგადოებას ერთი მხრივ და მეორე მხრივ ეკლესიაში მყოფი უცხო და ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია თქვა, ახლა ფაშინიანი ამას ღიად არ ამბობს, უცხო გავლენის, ანუ რუსეთის გავლენის აგენტებთან. შესაბამისად, არავინ არ მტრობს 1700 წლის ისტორიის მქონე ინსტიტუტს, რომელიც მთელი ერის ინსტიტუტია, მიუხედავად რელიგიური ხედვებისა
და ყველა იაზრებს, რომ ეს არის დაპირისპირება სწორედ კატრიჩ ნერსისიანის, ანუ იმ პირის, რომელიც უკანონოდ იკავებს კათოლიკოს პატრიარქის თანამდებობას, მასთან დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს თანამდებობა, თუ არ დატოვებს, ჩვენ მას იქიდან გავიყვანთ, თუმცა აღნიშნა, რომ თუ თვითონ დატოვებს, მას ძმად მიიჩნევს. გეტყვით ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ სომხეთი მას თავაზობს უსაფრთხოების გარანტიებს, იმიტომ რომ ესმის, რომ საფრთხეა მისთვის რუსეთის ბრძანების არ შესრულება და გადადგომა და ამ შემთხვევაში სომხეთი უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას. რეალურად საქართველოშიც იდენტური მდგომარეობაა ჩემი აზრით, როცა ბიძინა ივანიშვილი ორ ცეცხლ შუას იმყოფება. მას რუსეთიც ემუქრება თუ ბრძანებებს არ შეასრულებს, მაშინ მიიღებს რუსეთიდან პირდაპირ ფიზიკურ მათ შორის საფრთხეებს. კი ბატონო, ეს გასაგებია, მაგრამ რამდენად აქვს დღეს რეალურად სომხეთს იმის რესურსი, რომ რუსეთის გავლენასაც დააღწიოს თავი და მართლაც რაღაც ევროკავშირთან შევიდეს სრულფასოვან ურთიერთობაში და რადგან საკითხი მე გაწევრიანებაზე ან ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია საქართველოს მიერ, რუსეთის მიერ, კერძოდ საქართველოს გამოყენებით, იმისთვის რომ პრევენცია მოხდეს ამის, თუმცა სომხეთი მიუხედავად ამისა ძალიან აქტიურად ცდილობს და ამ გზაზე მიდის. თქვენ ბევრი მაგალითი მოიყვანეთ იმისა, რა წინსვლა არის ახლა კაია კალასის ვიზიტის შედეგად. მინდა ვთქვა, სანამ ახლა ეთერში შემოვიდოდით, სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ დღის წესრიგში ვაყენებთ რუსული მედიის ფუნქციონირება სომხეთში. ეს არის ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი არის, რომ რუსი ოლიგარქი სამվել კარაპეტიანი, რომელსაც სომხეთში უწოდებენ ივანიშვილი ორიგეგმა დაკავებული არის, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ენერგოსისტემა სომხეთშიც ნაციონალიზაცია დიახ, ასე დაარქვეს ივანიშვილი ორი. და პირდაპირ თქვეს, რომ ჩვენ ვხედავთ რა მოხდა საქართველოში და ჩვენ არ დავუშვებთ სომხეთში, რომ გამეორდეს ივანიშვილი ორის სცენარი. ასევე სპეცრაზმის შესვლა ეკლესიაში და დაკავება ორი მთავარეპისკოპოსის, ეს საფრთხე ახლა ემუქრება მათ შორის კატრიჩ ნერსისიანსაც თუ დროულად არ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ალენ სიმონიანმა დღესაც ფაშინიანის შემდეგ განაცხადა, რომ დროის საკითხია სანამ ის დატოვებს ამ თანამდებობას. შესაბამისად, სომხეთის ხელისუფლებამ მკაფიოდ ამბობს, ეს საკითხი არის გადაწყვეტილი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები რუსეთის სხვა გავლენის შემცირების მიმართულებით, ეს იქნება ფსბ-ს გავლენა, სამხედრო ბაზის თუ ასე შემდეგ. სომხეთმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სუვერენიტეტს ალტერნატივა არ აქვს და ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საქართველოში არსებული ნარატივები არის სრულად ესე იგი მცდარი, ყალბი და აცდენილი რეალობасы, იმიტომ რომ ერთადერთი ზედმეტი ჩარევა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის საქმეებში. არანაირად არ არის, იმიტომ რომ რუსეთი მგზავრობს. რაღაც ახლა გადატრიალების ბრალდებით ვიღაცების დაკავება, ხო ახლა მაგალითად ივანიშვილიც სული ძახეს, რომ გადატრიალებას მიწყობენო და ხა და უკაცრავად კონკრეტული მტკიცებულებები არის. ვიღაცები 200 ჯგუფის შექმნას აპირებდნენ და პროცესში იყვნენ 20 კაციანი ჯგუფიც, იარაღი არის დიდი რაოდენობით ამოღებული. ენერგოსისტემა რატო ხდება ახლა ნაციონალიზაცია, იმიტომ რომ დენის გათიშვას აპირებდა მთელ ქვეყანაში გადატრიალების დღეს და არის ფარული ჩანაწერები სამվել კარაპეტიანის ინიციატივით. რუსი ოლიგარქი რეალურად მოსკოვი გასაგებია, რომ მას არ ეკუთვნის ეს ენერგოსისტემა. აქ არის ჰიბრიდული ომის მთელი სისტემა აწყობილი, რომელიც მოქმედებდა სომხეთის წინააღმდეგ და საქართველოში ზუსტად იგივე პროცესები ხდება. ოღონდ არის ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი. ჩვენ ვერ ვიაზრებთ ასევე იმას, რომ საქართველოში დღეს აი ამ ვითარებაში ჩვენ უკვე ვართ შესული და შესაბამისად უნდა გავიაზროთ, რომ რეალურად აქ რუსეთთან გვაქვს საქმე და არა სხვა მარიონეტებთან. თუნდაც ბიძინა ივანიშვილი კიდევ ერთხელ გავს სამվել კარაპეტიანს, რომელიც გამოგზავნილია აქ იმისთვის, რომ შეასრულოს ბრძანებები, იმიტომ რომ სამվել კარაპეტიანის შემთხვევაში ყველა მიცის, რომ მას არ უნდა და პოლიტიკაში ჩარევა, მაგრამ შენ რუსეთში ვერ იშოვი მილიარდებს, თუ ამ ვალდებულებას არ აიღებ, რომ შეასრულებ რუსეთის ბრძანებებს. სწორედ ამიტომ სომხეთმა მიიღო მკაფიო გადაწყვეტილება და სუვერენიტეტის დაცვა ამ რეგიონში ერთადერთი სახელმწიფოსგან არის შესაძლებელი. ეს არის რუსეთი. და რუსეთისგან სუვერენიტეტი საქართველოს კი არ იცავს, დასავლეთს ემიჯნება დღეს შეერთებულ შტატებს და ამით პრაქტიკულად რეალურად საქართველოს სახელმწიფოს ჯერ სომხეთი რჩება ოდეკაბ-ს წევრად, რჩება დსთ-ს წევრად და ასე. დროის საკითხია და მერწმუნეთ. ეს აშკარა არის ახლა, მით უმეტეს. ბატონო, ნახოთ, ნიკა, შენ რას ფიქრობ? სომხეთს და მე აზერბაიჯანზეც გადავიდეთ. აზერბაიჯანის რუსეთს შორის ამ ურთიერთობის დაძაბვა შეიძლება გაგრძელება მოყვეს თუ ხშირად ყოფილა ხო? თვითონ ჩამოვარდნის მერეც იყო ეგ თვითონ, მაგრამ მე ისე დაალაგდნენ რუსეთი და აზერბაიჯანი. კი, პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მივესალმები სომხეთის ხელისუფლების ნამდვილად ასე ვთქვათ, გაბედულ
პოლიტიკას, რომელიც მიმართულია, ასე ვთქვათ, ქვეყანაში არსებული რუსი ელემენტების წინააღმდეგ, ვთქვათ, ბრძოლას, რომელიც უკავშირდება, მათ შორის, ვთქვათ, აღსანიშნავია, თქმა უნდა, თუნდაც ის ფაქტი, რომ კაია კალასი, ვთქვათ, ვიზიტით ეწვია ერევანს, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი, რა თქმა უნდა, პატივცემს სომხეთის, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესვლას და სწრაფვას იქითკენ რომ ქვეყანა მოახდინოს მაქსიმალური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში. სხვაშორის აღსანიშნავია სამხრეთ კავკასიის სამ რესპუბლიკას შორის დღეს სომხეთი არის ლიდერი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით და ყველაზე უარეს მდგომარეობაში მყოფება დღეს საქართველო. ყველანაირ თვალსაზრისით. რას გულისხმობ, ხო? ესე იგი აზერბაიჯანი, თქვათ, აკონტროლებს, ხო, თქვათ, ტერიტორიის 100%, რომელიც საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში, ხო, მიჩნეულია, რომ აზერბაიჯანის ტერიტორია ყარაბაღის, თქვათ, ჯერ მეორე ომის შემდეგ და შემდგომში განვითარებული მოვლენების შემდეგ, მაგრამ სომხეთი ასევე აკონტროლებს 100% იმ ტერიტორიის, რომელსაც, თქვათ, საერთაშორისო საზოგადოება ცნობს სომხეთის შემადგენელ ნაწილად, ხო? ერთადერთი ვისი ტერიტორიულობა დღეს არის დარღვეული, ეს არის, თქვათ, საქართველო, ხო? ეს ერთი. საკითხი ნომერი 2. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი გავენ გაბედულ ნაბიჯებს, თქვათ, იქითკენ, რომ მაქსიმალურად თავი დააღწიონ რუსულ გავლენას. სომხეთს რაც შეეხება, კი, ის რჩება დსთ-ის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, კი არსებობს, თქვათ, ასევე ხელშეკრულება გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით, კიდევ 95 წელს დაიდო შეთანხმება სომხეთს და რუსეთს შორის, შემდგომში შეთანხმება გაგრძელდა და თქოს რუსეთის, ესე იგი, სამხედრო ბაზა უნდა იმყოფებოდეს 2054 წლამდე, მაგრამ იმედია ბუნებრივია, რომ თქვათ, რუსეთს მოუწევს დატოვება ტერიტორიის, როგორც მესაზღვრეების ნაწილს, რუსი მესაზღვრეების ნაწილს მოუწია დაეტოვებინა სომხეთის ტერიტორია და ბუნებრივია, თქვათ, დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს ყურადღების მიღმა არჩება ის დემოკრატიული პროცესები, რომელიც სომხეთში მიმდინარეობს და გარდა ამისა, რაც შეეხება, თქვათ, ეკლესიასთან დამოკიდებულებას, აქ ფაქტია, რომ რუსეთი, ისე როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში ცდილობდა თავისი, ასე ვთქვათ, ბერკეტების გამოყენებას, მათ შორის ეკლესიის, ვთქვათ, ნაწილის, ხო, ესე იგი, სასულიერო პირების ნაწილის გამოყენებით და ამიტომაც აღნიშნულს გაეცა პასუხი თავისთავად საქართველოს ისტორიაში ორმა მეფემ გაბედა, ასე ვთქვათ, ეკლესიასთან შებრძოლება. პირველი იყო ვახტანგ გორგასალი, რომელმაც კათოლიკოსი მიქაელი გააძევა საქართველოსთან და შემდგომში შედეგი იყო, რომ თქვა საქართველოს ავტოკეფალია მოუტანა საქართველოს ეკლესიას და შემდგომში დავით აღმაშენებელმა ჩაატარა რუის ურბნისის კრება, ხო? ახლა სომხეთში თქვა დღეს, შესაძლოა დაგვაუწყოს, რომ თქვა სომხეთი არის პირველი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ქრისტიანობა ოფიციალურად გამოცხადდა სახელმწიფო რელიგიად, კერძოდ 301 წელს, ხო? აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივია, თქვა სომეხი ერი პატივცემს ქრისტიანულ ფასეულობებს, როგორც ასეთ, თქვა, ხო? და შეიძლება რაც განსხვავებები არსებობს მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის, ეს კიდე ქალკედონიის კრებაზე განისაზღვრებები, მაგრამ ეს ყველაფერი, მაგრამ არის საფრთხეში გადამწყვეტი ბრძოლა, აქ არ არის ეკლესიის საქმეში ჩარევა, აქ არის უცხო ელემენტების წინააღმდეგ, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, თქვა, ბრძოლა და რუსეთი ამ აღნიშნულს აპირებდა ოლიგარქის მეშვეობით და ასევე, თქვა, ეკლესიის ყველა დარბიტყვი გარკვეული სასულიერო პირების მონაწილეობით. ახლა შეეხება აზერბაიჯანს, აქაც შესაძლებელია ითქვას, რომ აზერბაიჯანმაც პასუხი გასცა რუსეთის ფედერაციას. შესაძლოა მიუხედავად იმისა, რომ კი ბატონო, ერთი დღით ადრე, სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, ალიევი ჩასული იყო, ესე იგი, მოსკოვში და ალიევმა და პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, მაგრამ ჩვენ ხედავთ როგორ მოკავშირეების ხელშეკრულებას ბოდიში და რას ნიშნავს, ესე იგი, რუსეთთან მოკავშირეობა კარგად დავინახეთ, მიუხედავად იმისა, პუტინი იყო ჩასული ბაქოში, ვიცით, მაგრამ სადაც ერთი თვის თავზე, ვიცით, რომ რუსეთმა, ასე ვთქვათ, ესე იგი, ჩეჩნეთის თავზე აზერბაიჯანული თვითმფრინავი ჩამოაგდა ბევრი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და შემდგომში, თქვათ, როდესაც, ესე იგი, რუსეთმა დააკავა, მოაწყო, ასე ვთქვათ, რეიდები ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ, შესაბამისად აზერბაიჯანმა გაბედა და ასევე, თქვათ, პასუხი გასცა, ესე იგი, სპუტნიკის თანამშრომელთა დაკავებით. ჩვენ ვიცით, რომ
2006 წელს საქართველოსაც დააკავა მაშინ ესე იგი რუსი ჯაშუშები, თუმცა ნუ რუსეთს მაშინ ძალიან ესეთი რეაქცია ჰქონდა რუსეთს ამაზე. საჰაერო სივრცე ჩაქეთ. ეხლა ეს ვიდეო რო გამოვუდეს დამამცირებლად როგორ ეპყობიან რუსეთის მოქალაქეებს აზერბაიჯანში. და პესკოვის დაცხად ზარბილი რომ არ შეესაბამება რაღაცა აზერბაიჯან რუსეთს აი კაი ბიჭებო არ ვსვეთ რაღაც დაახლოებით. დაიბარეს და რაღაც არა, კი, ეს მოხდა, ეს კი, მაგრამ რუსეთი აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ თქვათ აზერბაიჯანის დღეს მოძდიერებულია, ჯერ ესეთი ვიცით, რომ არსებობს შუშის დეკლარაცია თურქეთს და აზერბაიჯანს შორის, რომელიც მიხედავს, თქვათ თურქეთი იღებს ვალდებულებას, აღმოუჩინოს სამხედრო დახმარება აზერბაიჯანს, იმ შემთხვევაში თქვათ, თუ მეტად დაიფაროს რუსეთი აზერბაიჯანს თქვათ თავს დაესხა, ამიტომაც აქ ძალიან კარგად რუსეთი ხედავს, რომ თქვათ ის კარგავს ამ შემთხვევაში კავკასიას, აზერბაიჯანი იმედი არის, რომ აზერბაიჯანს და სომხეთს შორის ხელი მოეწერება სამშვიდობო შეთანხმებას, რა თქმა უნდა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ბატონი ფაშინიანი ჩასული იყო თურქეთში და გაიხსნება თქვათ საზღვრები, მათ შორის ვიცით, რომ არსებობს 93 წელს დაიკეტა არსი გიუმრის რკინიგზა, იმედია, რომ თუნდაც იგივე ზანგეზურის დერეფანი ამოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ აქ საუბარი იმაზე, შეიძლება საქართველოს სატრანზიტო ფუნქცია დაკარგოს და შემცირდეს, თუნდაც იგი ყარსი ბაქო-თბილისი ახალქალაქი ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა, მაგრამ მე ესე მგონია რეგიონული თანამშრომლობისთვის აუცილებელ ყველანაირი სატრანსპორტო კომუნიკაციის გახსნა და სამშვიდობო შეთანხმება აზერბაიჯანს და სომხეთს შორის სამხრეთ კავკასიაში კიდევ უფრო გააძლიერებს და რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიაში შეასრულებს. მან დასაზუსტებელია უბრალოდ შეიძლება რომ ზანგეზურის დერეფანი ბჭყალებში ეს არის ექსტრატერიტორიული კორიდორის სახელი. მთელი საკითხი ახლა იმას უკავშირდება რომ რა ფორმატით იქნება ეს. როგორც საქართველოში, ანუ იქნება სომხეთის სუვერენიტეტის ქვეშ, რასაც ქვია შიდობის გზაჯვარედინის სომხეთის სახელმწიფო პროგრამა და გულისხმობს ბევრი მიმართულებით გზების გახსნას და არის მეორე ალტერნატიული მოსაზრება, რომელსაც ილჰამ ალიევი წამოწევს ხოლმე, რასაც ქვია ბჭყალებში ზანგეზურის დერეფანი, რომელიც გულისხმობს ექსტრატერიტორიულობას, ანუ სომხეთის კონტროლის არარსებობას. შესაბამისად, საქართველოსთვის პრიორიტეტულია, რომ თუ იქ გაიხსნება კომუნიკაციები, არავითარ შემთხვევაში ეს არ იყოს ექსტრატერიტორიული და თურქეთს და აზერბაიჯანს ჰქონდეს პირდაპირ კავშირი, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ნამდვილად საქართველოზე კომუნიკაციებს ეკარგება სტრატეგიული მნიშვნელობა. ხოლო თუ გაიხსნება როგორც საქართველოზე გადის სომხეთზე მსგავსი სისტემით კავშირები, მაშინ საქართველოსაც და სომხეთსაც ექნება ბერკეტები სტრატეგიული, რაც უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის უსაფრთხოებას და ჩვენი საქართველოსი ეს ბერკეტი დიდი ხანია უზრუნველყოფს ჩვენთვის მშვიდობას და სტაბილურობას. კი, აუცილებელი, რა თქმა უნდა, კი, ზანგეზურის დერეფანსა თუ მანამდე სამშვიდობო შეთანხმება უნდა უძღოდეს ამაზე და ორივე მხარე როდესაც აღებს გიორგის აზრით მაინტერესებს, რამდენად შეიძლება აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობას რამდენად ჯერა, რომ რაღაც შეუქცევადად დაიძაბოს ასე. მე ვფიქრობ, რომ მაინც ავტორიტარული სისტემები საბოლოო ჯამში ერთ პარადიგმაში რჩებიან და განსხვავდება მაინც დემოკრატიულ სისტემებისგან. შესაბამისად, როგორც თვითმფრინავის დროს, ასევე სხვა შემთხვევების დროს ზოგადად დაძაბულობა იქნება, ეს დაძაბულობა შემცირდება მომავალში, ისინი იპოვიან ახალ გზებს კომუნიკაციის, თუმცა აქედან ილჰამ ალიევს შეუძლია ბენეფიტების მიღება, მათ შორის საკუთარი გავლენის მხრივ, საკუთარი სუვერენიტეტის დემონსტრაციის მხრივ. აზერბაიჯანი ნამდვილად სუვერენულია, აქ საუბარი იმაში არის, რომ აზერბაიჯანს და რუსეთს ბევრი საერთო ინტერესი აქვს. კერძოდ ეს გამომდინარეობს მათ შორის ორმხრივი ინტერესებით, მათ შორის რუსული ინტერესებით, საერთოდ ლოგისტიკის მიმართულებით. რაც შეეხება სომხეთს, სომხეთი აქ სხვა შემთხვევა არის, იმიტომ რომ სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოა და მათთვის მიუღებელია, რომ სომხეთი დემოკრატია არის. შესაბამისად, იქ ფაშინიანის მმართველობის შეცვლა იყო ამოცანა და ჩვენ ვხედავთ ახლა, რომ ეს გეოპოლიტიკური პროცესია. მე რა მინდა დავამატო, რომ გუშინ მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა. კერძოდ, სომხეთის საკითხზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა გააკეთა განცხადება, რომ გმობენ და შეშფოთებული არიან სომხურ ეკლესიაზე თავდასხმით. ანუ წარმოიდგინეთ, ღიად ერთვება ლავროვი, რომელიც იცავს კტრიჩ ნერსისიანს და მის სისტემას. ამავდროულად, მანამდე იყო ზარი ემანუელ მაკრონის, საფრანგეთის პრეზიდენტის, რომელმაც ნიკოლ ფაშინიანს სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ ხარს უჭერს იმ ნაბიჯებს ზოგადად, რომელიც მიმართულია სომხეთის დესტაბილიზაციის პრევენციისკენ. შესაბამისად, ეს არის გეოპოლიტიკური პროცესი, აქეთ საფრანგეთი და დასავლეთი, აქეთ არის რუსეთი და სომხური ეკლესია დღეს არის ობიექტი, რომლის გათავისუფლებასაც ღიად და პირდაპირ ცდილობს სომხური ხელისუფლება, იმიტომ რომ ხვდებიან, რომ ეს არის რუსული გავლენის მექანიზმი. კი ბატონო, მაგრამ
მაინტერესებს ეს ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი რუსეთის გავლენის შემცირებას კავკასიაში ამ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე. ახლა ბევრმა დასვა ეს შეკითხვა, რომ აზერბაიჯანი ამდენს გაუბედავდა 1-2 წლის წინ რუსეთს. ხო, როცა ეს თქვა გამარჯვებაზე იმობდა უკრაინაში და ძლევა მოსილი იყო და ასე შემდეგ. ხო, დღეს ახლა უკრაინამ იჟევსკში დაბომბა, ისა რა ქვია, საწყობი ხო თუ ქარხანა. ასევე დაკმა მიაყენა ულიანოვსკი და ენგელსში კიდე და ის შესაბამისად ხო, ანუ ამოდიათ ახლა რამანძელით არის დაშორებული საზღვრიდან, ხო, იჟევსკი და ამიტომ ბევრმა გაუჩნდა მოსაზრება, რომ აზერბაიჯანის გაბედა, იმიტომ რომ რუსეთი დასუსტებულია სინამდვილეში ამ რუსეთ-უკრაინის ომში და ეთახმებით ამას თუ არა? არა, დასუსტებულია კი, სხვადასხვა ჩვენ ვიცით, თვე თავის დროზე 2020 წელს, როდესაც აი ყარაბაღის მეორე ომის შედეგად სამშვიდობო არცერთი შეწყვეტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, მაშინ თქვა რუსეთი თავს ფლიდა გამარჯვებულად, ხო? იმიტომ რომ მაშინ როგორ ხო პუტინი, რა თქვა, რუსეთი იყო შუამავალი და ანუ რუსეთის გაკლა რა იყო მაშინ? მაშინ მართლა განმტკიცა პოზიციები რუსეთმა, თქვათ, სამხრეთ კავკასიაში. რატომ? იმიტომ რომ შეთანხმება იყო 1980 რუსი ეგრეთ წოდებული სამშვიდობო და განთავსებული იყო კონფლიქტის ზონაში, ეს-ერთი. გარდა ამისა, ესე იგი, ერთის მხრივ თქვათ, სომხეთმა შეინარჩუნა კონტროლი ყარაბაღზე და სტეპანაკერტზე, და ლოჭინის დერეფანზე, რომელიც აკავშირებს ყარაბაღს, ესე იგი, სომხეთთან. და მეორე მხრივ თქვათ, აზერბაიჯანსაც რუსეთმა მწვანე შუქი აუთო და აზერბაიჯანმა დაამყარა კონტროლი, თქვათ, დაკარგული ტერიტორიების 2/13-ზე, ხო, რომელიც აზერბაიჯანმა დაკარგა 1994 წელს, ხო? ანუ როგორი მომენტი იყო, რომ თითქოს მაგლიერი რუსეთს უნდა ყოფილიყო აზერბაიჯანის ერთის მხრივ და სომხეთიც. ხო? მაგრამ და რუსეთმა განმტკიცა პოზიციები, რომ თქვათ, ესე იგი, შესაძლოა სამშვიდობოები იქ სადღაც 35 საბრძოლო მანქანა განთავსდა და ამავდროულად, ხო? თურქეთის ყოლდა ხო მეთვალყურეები იყვნენ იქ, სამხედრო მეთვალყურეები, მაგრამ არა სამშვიდობოები. მაგრამ შემდგომში, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ну, ბუნებრივად თქვათ, აზერბაიჯანმა მეტი გაბედა, თქვათ, დაიწყო საბრძოლო მოქმედებები, როგორც ასეთი, ხალხმწუხარო, რა თქმა უნდა, ამას მოყვა, თქვათ, ორ ხალხს შორის და ჩვენ უახლოესი, ასე ვთქვათ, მეგობრებს მსხვერპლი, მაგრამ დღეს წინაპირობა არსებობს, რომ სომხეთს და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მოეწოროს ხელი. მე ესე მგონია, არის გარკვეული პრობლემები, იქ თუნდაც ანკლავები სომხეთის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანი, ну, იგივე სხვა საკითხები, მაგრამ ну, კარგია რომ თქვათ, პაშინიანი ჩავიდა თურქეთში. ანუ ფაქტია, რომ ის ბერკეტი, რომელიც რუსეთმა ეგრეთ წოდებული სამშვიდობოები შემდგომში გაიყვანა, ხო? კავკასიის რეგიონი იძულებული გახდა, რომ გაეყვანა, ხო? ბუნებრივია, მანამდე თქვათ, რუსეთი ფლობდა გარკვეულ ბერკეტებს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ხო? ესე იგი, პუტინმა მიიღო ალიევი და პაშინიანი და თვითონ ახლა ცალკე იჯდა და ესენი ცალსაკე დააჯინა, თქვათ, აი თითქოს ამას თვითონ იყო რა, ბატონ პატრონი და აი შეაჩერა ომი და შემდეგ და ამავდროულად, ხო? დღეს ეს ბერკეტი მას ესწრა, ხო? და კიდე არ დამაუწყდეს, რომ თუნდაც ერთის მხრივ სომხეთი აფართოებს თანამშრომლობას, მათ შორის იდეოლოგიურ თვალსაზრისით სომხეთი კიდევ უფრო მეტად დემოკრატიული ხდება და უახლოვდება ევროკავშირს, რაც შეეხება აზერბაიჯანს, კი ბატონო, არის ავტორიტარული სახელმწიფო, მაგრამ ამავე დროს თქვათ აზერბაიჯანის დის ბაზარზე, ამიტომაც აზერბაიჯანში იქაც ჩავიდა, ხო, ჩვენთან არ ჩამოვიდა. კი, ჩვენთან არ ჩავიდა, აზერბაიჯანსაც ანგარის უწევს, აქედან გამომდინარე, ფაქტია, რომ იქ აცნობიერებენ, რომ აზერბაიჯანში არა დემოკრატია, მაგრამ სამაგიეროდ არც არასდროს ყოფილა. და არ ყოფილა, მაგრამ თქვათ, რაღაცა ნიშნები იყო, აბულფასელჩიბე იყო დიდი ხნის. ივანიშვილი ოცება ამას, ასე ვთქვათ, ჩივის მერე, ხო? ობახიძემ რო დაწერა იმ წერილში, ტრამპს რო გაუგზავნა, სხვა ავტორიტარულ ქვეყნებთან კარგად ურთიერთობდო და ჩვენ რა დავაშახეთ. იმიტომ რომ საქართველოს არ არის ავტორიტარული ქვეყანა და ალიევთან ურთიერთობთ და არ თხოვთ რეფორმებს, ჩვენ რატომ გთხოვთ, ეხა ესე არ დაწერა პირდაპირ, მაგრამ აზრი ეგ იკითხებოდა. აზერბაიჯანზე არა, მithom ეხლა ის არაბულ ენოვან ქვეყნებთან არ დაუსახელებია ამერიკული ბაზები. მაგრამ ეგ არის შინაარსი რა. შინაარსი ეგ იყო, ხო? შინაარსი ეგ არის, ჩვენ დემოკრატიულები ვართო და ჩვენ აღიარეთ საქართველოში ბიძინა ივანიშვილის დიქტატურა, როგორც გაქვთ აღიარებული ძალიან ბევრგან და ამის შედეგად შევთანხმდეთ და ვივაჭროთ ბიძინა ივანიშვილთან, მაგრამ დასავლეთი არ აპირებს საქართველოში დემოკრატიის დათმობას. რატო? იმიტომ რომ ქართველი ხალხი 35 წელია და ჯერ კიდევ მანამდე საბჭოთა კავშირის დროსაც და პირველი რესპუბლიკის დროსაც დემოკრატიას აშენებს. და დასავლეთს ესმის რომ თუ ქართველი ხალხის ერთგულია, ეს ნიშნავს რომ დემოკრატიის ერთგულია და თუ ბიძინა ივანიშვილის ერთგულია, ესე იგი ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის დასავლეთი და რაც შეეხება აზერბაიჯანს, იქ სხვა მიდგომა არის. იქ ხალხი სხვანაირად უდგება ამას. შესაბამისად პარალელი სულად აცდენილია რეალობას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დასავლეთი სწორედაც აზერბაიჯანთანაც, სომხეთთანაც, კიდევ ბევრ სახელმწიფოსთანაც, მათ შორის ავტორიტარულთან ურთიერთობებზე წავა, საქართველოსთან არ წავა, იმიტომ რომ საქართველოს არავინ არ აღიარებს, რომ საქართველო არის ავტორიტარული.
ანუ ეს ლეგიტიმაცია რომ შეგიძლია საქართველოში კონდეს ავტორიტარული სისტემა, დასავლეთი ამ ლეგიტიმაციას არ მისცემს არავის. მე ამაში დარწმუნებული ვარ. მარტო ამერიკა 6 მილიარდი დოლარი ჩადო საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების მიზნით. მას შემდეგ რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიდგინა. ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში, შეგახსენებთ საუბრობთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე, სომხეთში, სადაც აზერბაიჯანის უпроსორად სომხეთის ხელისუფლება დაუპირისპირდა ეკლესიას, იმიტომ რომ მათი განცხადებით ეკლესია აპირებს გადატრიალების ეკლესიის სხვადასხვა წევრები, ასე ვთქვათ, მაღალი იერარქები აპირებენ გადატრიალების მოწყობას. აზერბაიჯანს და რუსეთს შორის გაუარესდა ურთიერთობები, შეგახსენებთ, ხო და აკავეს აგერ აზერბაიჯანში რამდენიმე რუსეთის მოქალაქე, მათ შორის რუსული მედიის სპუტნიკის წარმომადგენლები და აგერ რუსეთში აზერბაიჯანის ელჩი დაიბარეს, ნოტა გადასცეს საპროტესტო. სამი წავა ეს ამბები არ ვიცით, მაგრამ ეხლა გამოქვეყნა აზერბაიჯანული სააგენტოები ავრცელებენ ეხლა სულ რამდენიმე წუთის ამბავი ასეთ ინფორმაციას, სათაურის სენსაცია გამოქვეყნებულია მომენტი რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანების, როცა მან გასცა ბრძანება თითქოს აზერბაიჯანულ თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს აზერბაიჯანული შეცდომით, ну ასე ითქვა ოფიციალურად, შეცდომით ჩამოაგდეს. არ ვიცით ეხლა ეს ინფორმაცია რამდენად ადასტურდება, მაგრამ ნახოთ რა გაგრძელება მოყვება. ამ ყველაფერზე ვისაუბრეთ გადაცემის პირველ ნაწილში. ნიკა ჩიტაძე და გიორგი ტუმასიანი არიან ჩვენი სტუმრები, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები. მინდა ამ ნაწილში ჩვენ ამ კონტექსტში ვისაუბროთ საქართველოსაც, საქართველოს რა ვითარებაში ამ დროისთვის, საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან, არა მარტო ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან, ახლა ხან აგერ საქართველოს ელჩი დაიბარეს დიდ ბრიტანეთში და შეიძლება ითქვას, რომ ბრიტანეთი ყველაზე აქტიური არის საქართველოსთან დაკავშირებით, ეხლა სანქციებზეც აქტიურად მიდის საუბარი, დააწესეს ეს სანქციები, მაგრამ ნუ საქართველოს მხრიდან არის პასუხი, რომ აგერ კალაძე თქვა, რომ ეს სანქციები დაზვერდა და არავის ეშინიაო. ასევე არ არის კარგი ურთიერთობა მაგალითად გერმანიასთან, ზარქვა გამოვიდა და იძახის საერთოდ გერმანიის ელჩი გავაძებოთ უნდა ქვეყნიდანო. ვახსენეთ კაია კალასის ვიზიტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, რომელიც იყო ჩასული სომხეთში, იყო აზერბაიჯანში, ანუ კავკასიური ტურნე ჰქონდა, მაგრამ საქართველოს გამოტოვა. ასეთი ვითარება გვაქვს დღეს, როგორ წარმოგიდგენიათ ამ ურთიერთობის გაგრძელება? ნიკა, შენგან დავიწყებ ამ შემთხვევაში. ბრიტანეთისგან შეიძლება თუ არა კიდევ უფრო მეტ სანქციებს ველოდეთ, რადგან აქამდე მივიდა საქმე, ხო? ეხლა განცხადება გაკეთდა, ელჩი დაიბარეს და ასე შემდეგ. კი, ბრიტანეთისგან რა თქმა უნდა მოსალოდნელია, რომ ამოქმედდეს, ასე ვთქვათ, დამატებითი სანქციები. ხაშოს შესაძლებელია ბრიტანეთმა უფრო მალე მიიღოს ამოქმედოს სანქციები, ვიდრე ევროკავშირთან თლიანად. უკვე ევროკავშირში ვიცით, რომ გადაწყვეტილებები მათ შორის სანქციებთან დაკავშირებით მიიღება კონსენსუსის საფუძველზე, 27-ვე ქვეყნის დახმობა არის საჭირო. უნგრეთი ბლოკავს სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, თუმცა დღის წესრიგში დგას ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების საკითხი. რაც შეეხება ბრიტანეთს, ხო, ბრიტანეთი ამ შემთხვევაში პროცედურულად თქვა ერთმა ქვეყანა ერთი ქვეყანა იღებს ასე თქვა გადაწყვეტილებას, მან მიიღო კიდეც გადაწყვეტილება, ვიცით ხო, 4 ოფიციალური მათ შორის გენპროკურორს, საგაუძიო სასამართლოს უფროსმა დაუწესდა სანქციები, ესე იგი დაებლოკათ მათ ანგარიშები. ჩვენ ვიცით, ხოშოც არის საუბარი იმას, რომ ბრიტანეთი ამზადებს დოკუმენტს და უფრო ფართო სია იქნება სანქცირებულთა. არ უნდა დაგვაუწყდეს ასევე ის, რომ ივანიშვილის კომპანიები ოფშორ ზონებში, რომელიც თქვა ბრიტანეთის ტერიტორიით, თქვა ვირჯინის კუნძულები და ამავდროულად ან ბრიტანეთის თანამეგობრობაში შემავალი ტერიტორიული ერთეულები არსებობს. ამიტომ ბრიტანეთს გააჩნია გარკვეული ბერკეტი ამ შემთხვევაში, რომ ესე იგი გაკინოს ანგარიშები და ასევე თქვა ხო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაზე არაფერი არ მოქმედებს. ისინი აჩვენებენ, რომ უკან არაფერზე არ დავიხებთ. ხო, თუ მოგვიდა გერმანიის ელჩს კი გავაძევებთ. შალვა პაპაშვილი გამოდის ყოველდღე ლანძღავს ევროკავშირის ელჩს, ახლა ამ აქციის გამო ევროკავშირისგან ითხოვს პასუხს, ბრიტანეთის საელჩო ცალკე გალანძღა, რადგან გრანტს აძლევდა
ტაბულას და ყველაფერში ან ექსტრემიზმს აფინანსებენო საქართველოსიო, ევროპელებიო და ევროპული ღირებულებებს აცდნენ ევროპელი ბიუროკრატებიო. ეს არის ქართული ოცნების ახალი ნარატივი. კი, ბუნებრივია რომ თქვა პირიქით ძალიან ჩემ დიდი პატივისცემა ბატონ პიტერ ფიშერის მიმართ, რომელმაც სოლიდარობა გამოხატა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიერ და საერთოდ რომელსაც გული შესტკივა საქართველოს მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებზე და თქვა ის პიროვნულ შეურაცხყოფას არავის არ აყენებს ამ შემთხვევაში, ხო? პირიქით თქვა საუბრობს იმაზე, რომ თქვა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თქვა თავისი პოლიტიკით რომელსაც სახორციელებს ის შორდება ევროკავშირს მათ შორის თქვა იდეოლოგიური თვალსაზრისით, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ბუნებრივია და სუსტდება ქართული სახელმწიფოებრიობა, ხო? იგივე აცხადებენ თქვა სხვა ევროპელი დიპლომატები, იგივე ბატონი ჰერჩინსკი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აქ არანაირი ესე თქვა ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში ამ შემთხვევაში არ მიმდინარეობს, პირიქით ქართული სახელმწიფოს გაძლიერებას უწყობენ ხელს ევროპელი დიპლომატები, ამიტომაც პირიქით თქვა ისინი ყველანაირად იცავენ ვენის კონვენციის ძირითად პრინციპებს, ვენის კონვენცია, რომელიც ჯერ კიდევ დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ 1961 წელს არა და არ უესო. არანაირად არ არღვევენ. პირდაპირ არღვევენო, არჩევნების წინ საერთოდ აგიტაციას ეწეოდნენ პაპუაშვილიამ. ხო, არანაირ აგიტაციას არ ეწეოდნენ, ვინმე თქვა რომ მაგათაც ოპოზიციას დაუჭირენ ხართ და იყო საუბარი რომ რაღაც პროევროპული ის ესე და მითულებოდა რომ პროევროპული არის ოპოზიცია და ნუ რაღაც ესე ხო, ირიბად, პირდაპირ არა, მაგრამ ირიბად უჭერდა. ხო, ნუ ახლა ისინი აცხადებენ, რა თქმა უნდა, ყველანაირად ცდილობენ, თქვა ჩვენი დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციაც, რა თქმა უნდა, absolutely არანაირ სიმართლეს არ შეცვლა. სამწუხაროდ დამხდება, როგორ პიროვნული შეურაცხყოფა, როგორც ასეთ, ეს არ არის კრიტიკა, როგორც ასეთი. კი ბატონო, აქ ჩვენ ხა ასეთ ვითარებაში ვართ, რის იმედი აქვს ქართულ ოცნებას, როცა ასე ხმამაღლა უპირისპირდება ევროკავშირს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს და ამბობს, რომ უკან არაფერს არ დავიხევთ. მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს. შეიძლება რომ ვთქვათ, საქართველოს ხელისუფლებას გააწყვეტილი კონდეს, რომ მე რა თუ იზოლაციაში ვიქნებთ, აგერ ლუკაშენკოსავით ჩვეულებრივად გავაგრძელებთ ცხოვრებას. დიახ, ზუსტად ეგ აქვს გადაწყვეტილი, რომ შეძლებენ საქართველოს ჩრდილოეთ კორეიზაციას და სრულად იზოლაციაში მოქცევას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისგან, ოღონდ მაგას მოყვება შედეგები. და ამ შედეგებზე ქართულ ოცნებას კარგი წარმოდგენა არ აქვს ჩემი აზრით. იმიტომ რომ თუ ქართული ოცნება წავა საქართველოს ჩრდილოეთ კორეიზაციაზე, საქართველოს საზოგადოებამ უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ ბარათებით როგორც დღეს იხდის და SWIFT-ის სისტემაში მონაწილეობს ჩვეულებრივ და ტრანზაქციებში მონაწილეობს და ეკონომიკა მუშაობს და ხალხი ამბობს დიდი ნაწილი რომ მე ეს პირადად არ მეხება ეს პოლიტიკა და მე არ მაინტერესებს, ეს გაჩერდება აუცილებლად. და საქართველოზე სანქციები, რომელიც იქნება ქვეყანაზე, არა მხოლოდ პირებზე, მათ შორის ეს სანქციები გამოიწვევს საქართველოს ეკონომიკის კოლაფსს, რომელიც არის დამოკიდებული დასავლეთზე. გარდა ამისა, უვიზო მიმოსვლა აუცილებლად გაუქმდება, იმიტომ რომ უვიზო მიმოსვლა გულისხმობს ადამიანის უფლებების ბაზისურ პრინციპებს, რომელიც ივანიშვილმა გააუქმა, ასევე გაუქმდება ასოცირების შეთანხმება. შესაბამისად, დაინგრევა მთლიანად საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების ეკონომიკური არქიტექტურა, რომელიც აშენებულია დიდი ხნის განმავლობაში, 10 წლეულების განმავლობაში და ამის შედეგად ჩვენ მივიღებთ იმას, რომ ნამდვილი მთლიანი საზოგადოების წინააღმდეგობას მიიღებენ, იმიტომ რომ დღეს დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების თვლის, რომ პოლიტიკურ პროცესში მისი მონაწილეობა საჭირო არ არის. ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებს ჩემი აზრით ზუსტად იმ პარადიგმაში, რომელშიც აკეთებს სამվել კარაპეტიანი. ბიძინა ივანიშვილი არის გამოგზავნილი ტროიას ცხენი, რომელმაც დღეს ჩააბარა მართველობის ბერკეტების დიდი ნაწილი კობახიძისადმი, რომელიც არის სოციოპატი იმ კუთხით, რომ არანაირი შეგრძნება, არანაირი ტყუილის თქმის პრობლემა არ აქვს ადამიანს. პირდაპირ გამოჩნდა ამბობს, რომ ევროპაში პირველ ადგილზე ვარ დემოკრატიით. უკაცრავად, მაგრამ შავზე თეთრის და ხო რა, ანუ მაგრამ დემოკრატიაზე თქვა გუშინ ეს განცხადება, ხო? ანუ წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს პირდაპირ ორველის ეს კონცეფციის ექსპერიმენტი ხდება საქართველოში და რატო ხდება? იმიტომ რომ რუსეთმა ძალიან კარგად გაიაზრა. კარგავს სომხეთს, როგორც დემოკრატიას, კარგავს აზერბაიჯანს, რომელიც თურქეთის მიმართულებით არის წასული დიდი ხანია, კარგავს ცენტრალურ აზიას, რომელიც ჩინეთთან არის ეკონომიკურად, პოლიტიკურად არის თურქულ კავშირთან და ერდოგანთან. შესაბამისად, მის გავლენის სფეროში რჩება დღეს მხოლოდ ბელარუსი, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო და მეტი არავინ. არც სირია, არც ირანი, არც ერთი ქვეყანა დღეს აღარ არის რუსეთის გავლენის სფერო. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ ორი დიქტატორი ხა დარჩა პუტინის კგბ-ს სისტემას, ლუკაშენკო და ივანიშვილი. ოღონდ მე მჯერა, რომ ქართველი ხალხი არ არის ბელარუსი ხალხი,
სრული პატივისცემით, იმიტომ რომ ის წინააღმდეგობა, ის ბრძოლა, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ჰქონდა ქართველებს, რომელიც პირველი რესპუბლიკის დროს ჰქონდა ქართველებს, რომელიც ჰქონდა დამოუკიდებლობის პერიოდში, როცა ჩვენ რამდენი ომი გამოვიარეთ რუსეთთან, შესაძლოა იყენებდნენ ჩვენ მოქალაქეებს, ეთნიკურ უმცირესობებს, აფხაზებს, ოსებს, მაგრამ რუსეთთან იყო ეს ომი. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ აი ამ პროცესში საბოლოო ჯამში ჩვენ მივალთ იქამდე, რომ საზოგადოება კიდევ უფრო კარგად დაინახავს, რომ ეს არის ტროიას ცხენი, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს გაუქმების პროცესი და ნახეთ, თუ მეზობელი სახელმწიფოები თავის სუვერენიტეტს აძლიერებენ, საქართველოს დღეს ევროპასთან დაშორების ხარჯზე ვითომ აძლიერებს სუვერენიტეტს, ვითომ სინამდვილეში ყველაფერს კარგავს, რაც არის სუვერენიტეტი. დღეს თუ რამე არის საქართველოში, ეს არის ბიძინა ივანიშვილის სუვერენულობა. დიახ, მაგრამ პიროვნების და არა ქვეყნის. ქვეყანა არის უსუსტესი დღეს. 26 მაისი ამის ნათელი მაგალითი იყო. ეს სუ ძველი თაობის, რომელსაც არაფრის შესაძლებლობა არ აქვს. ჩვენ მეზობლებს შევხედოთ, რა სამხედრო შესაძლებლობები გააჩნიათ. 40 კილომეტრში დგას მტერი. დღეს ჩვენ მზად გვაქვს რამე მაინც თავდაცვის სისტემა, რომ მტერს შევეწინააღმდეგოთ თავდასხმის შემთხვევაში და ამას არც აკეთებენ. აბა ომი გინდათ რომ ამბობენ, მეორე მხრივ რომ ჯარს აძლიერებდნენ, ვიტყოდით რომ ამ ადამიანებს რაღაცა ზრუნვა აქვთ მაინც იმაზე რომ ქვეყანა დაიცვალა. დღეს საქართველოს ისე არის დასუსტებული, რომ ხვალ რომ შეიცვალოს ხელისუფლება, პირველი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ უცებ გავაძლიეროთ ქვეყანა იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ნებისმიერი კრიზისისთვის. კი ბატონო, ნიკა, შენ რას ფიქრობ, ანუ ეს დაპირისპირება ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან თან სადამდე შეიძლება მიიყვანოს ქვეყანას და ქართული ოცნება. ქართული ოცნება რადგან ასე უპირისპირდება, აქვს რაღაც მას ეთყობა, ხო, გეგმა. თუ როგორ უნდა გადარჩეს იმ სიტუაციაში, თუ აღმოჩნდება დასავლეთთან კიდევ უფრო მეტ ესკალაციაში ასე. ჩემი აზრით არა აქვს მას გეგმა, უბრალოდ იძულებულია რომ განაცხადოს, რომ სხვა სანქციები მას არ აშინებს, ხო? რა თქმა უნდა, ხო არ იტყვის ახლა რომ იმ მეშინია სანქციების და აქედან გამომდინარე კარგი აი მოდივართ დათმობას და შემდეგ და შემდეგ. იცის რომ თუ ამას გააკეთებს და ასეთ განცხადებას გააკეთებს, ნუ ხავს უფრო მეტი мотиваცია მეცემ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა თქვა ქუჩაში და მოითხოვონ თქვა გადადგომას და თვითონ აი ცდილობენ იმის ჩვენებას და დემონსტრირებას რომ თქვა ისინი უკან არიხევენ. და ბევრი ადამიანი ფიქრობს, ხო აი ბევრი აცხადებს, რომ აი არიხევენ უკან, მაინც რო აცხადებენ, მაინც აი ელჩებს აკრიტიკებენ იმას, რაღაცა აი დასავლეთს აკრიტიკებენ, ნუ თუ არ ეშინიათ, ხო? რა თქმა უნდა, ამხელა პრობლემია. შანშან მაგალითად ინვესტიციები, უცხოელი ინვესტიციების მოცულობა შემცირდა 40%. ტურიზმი, ხო? ახლა შანშან ამაყობენ, რომ თქვა 4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, თქვა საქართველოს 6 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია საქართველოს, ხო? წელს მაგალითად ძალიან მცირე რაოდენობით ტურისტი შემოდის. ტურიზმზე არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკის რაღაც 12-13%, ხო? იგივე სავიზო რეჟიმი თუ ამოქმედა მართლა, ხო? ახლა ბევრი ადამიანს მოუწევს ევროპის დატოვება, ასე თქვა სადღაც 12-13% საქართველოს ეკონომიკის მოდის უცხოეთთან გადმორიცხულ თანხებზე, როგორც ასეთზე, ხო? ესე იგი, ეს კიდე ერთი პრობლემა. კიდე პრობლემა საქართველოს გააჩნია საერთაშორისო არბიტრაჟებთან პრობლემა საქართველოს ხელისუფლებას, ხო? ვიცით ეს რომელიც არ აშენდა თქვა სვანეთში და იგივე რომ ამაკლის სპორტთან დაკავშირებით, ხო? ეს ინვესტორებმა უჩივლეს საქართველოს, ხო? ისიც გადასახდელია ეს თანხა 8 მილიარდს აჭარბებს საქართველოს საგარეო ვარ. ანუ ეს ყველაფერი აისახება არა მარტო თქვა ქართულ ოცნებაზე, კი, თქვა მათი ანგარიშები დაიბლოკა, მაგრამ საქართველოს ეკონომიკა დაზარალდება თერმში. ახლა ბელარუსი რო ვახსენეთ, ხო? ბელარუსი კიდე რაღაც უპირატესობა გააჩნია, იმიტომ რომ ატო ბელარუსი არის როგორც თაგორიანი ქვეყანა არ არის, ხო? იქ რაღაც ნაყოფიერი მიწა არის და თქვა კარტოფილის მოსავლიანობით სადღაც მე-3-4 ადგილზე არის სოფლიოში, ხო? იგივე შავმიწა ნიადაგიანი ზოლი თქვა სოფლის მეურნეობას ავითეს. მე რუსეთი აწვის გარკვეულ ნედლეულს და თქვა ძიმე მრეწველობის ქარხნების ბელაზი, თქვა ტრაქტორის ქარხანა ბელარუსში მუშაობს. კი, რა თქმა უნდა, ისა ქვია ვასალი არის, თქვა ლუკაშენკო, ისა ქვია პუტინის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვა რაღაც ეკონომიკური ბერკეტები ბელარუსს გააჩნია, კი რუსეთი თან იღებს ნედლეულის ძირითად ნაწილს და მათ შორის ასე ვთქვათ ბუნებრივ აირს, მაგრამ რაც ქართები მუშაობენ და ანუ ნაყოფიერი მიწაა და ასე შემდეგ და ასე. აი საქართველოში ამ შემთხვევაში აი ძალიან დიდ პრობლემასთან გვაქვს საქმე, ხო? აი თუნდაც იგივე ესე იგი ეკონომიკური თვალსაზრისით ხო ახსენე, ხო 8 მილიარდ დოლარს აჭარბებს თქვა საქართველოს საგარეო ვალი. ანუ ესე იგი
ეს ყველანაირად აისახება ნეგატიურად ბუნებრივია საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც დღეს ოცნებას უჭერენ ხარს, სხვადასხვა მიზეზთა და გამო, იმიტომ რომ ვიღაცისთვის ოცნება უფრო იდეოლოგიურად თქვა მისაღებია, ვიღაცა თქვა ვიცით რა. იდეოლოგია არ არის ხა, თქვენ ამბობთ რომ რუსეთისკენ მიდის, მაგრამ ქართველების ხარდამჭერი ამბობენ რომ რუსეთისკენ კი არ მიდის. უბრალოდ ამ ტურბულენტურ სიტუაციაში ცდილობენ დაბალანსების პოლიტიკით გადარჩნენ, ასე ვთქვათ, რუსეთის არ გაღიზიანებით, არ შეუჭრიკინონ რუსეთს და მე როცა დაალაგდება ურთიერთობა, რუსა დაალაგდება სიტუაცია, ომი დამთავრდება, მე აღდგება ურთიერთობა ამერიკასთან, ევროკავშირთან, ბრიტანეთთან, უჩვეულებრივად ეტყვიან, რომ ოკეი, მორჩა ყველაფერი კარგად. ნუ ეს ნაწილია. შეგვიძლია გავაგრძელოთ ასე. მაგრამ ნუ ეხლა ბევრს აქვს თქვა თავის პირადი ინტერესი, მაგრამ არის თქვა იმ ადამიანებს იმოქმედებს, ვინც ქართული ოცნების მომხრე სხვადასხვა მიზეზთა და გამო, ხო? არიან, იმიტომ ან ზემოქმედების ქვეშ არიან თქვა, ან დაშტებულები არიან თქვა და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ხა სულ ერთია ვინ იქნება საქართველოს ხელისუფლებაში, ხო? ოცნება თუ წავიდა რა სხვა ძალა მოვა და ისინიც ახლა მათ შორის ხო, სანამ მას პირადად არ შეეხება, ხო? ის აცხადებს, რომ ანუ ესე იგი ეგეც როგორ მომენტია, უმოქმედობა, სხვა ციცერონს აქვს ნათქვამი 20 საუკუნის მერე ჩერჩილმა გაიმეორა, რომ ხშირ შემთხვევაში ცუდქმედებას უარესი არის უმოქმედობა, როცა იცას, მაგრამ მას არ ეხება, რომ ამდენი პოლიტიკოსი არის დაჭერილი, ამდენი სამოქალაქო აქტივისტი არის დაჭერილი, 300-ზე მეტი ადამიანი დასახიჩქრებული, ანუ ეს კიდევ უარესია და ეს ფაქტიურად ქართული ოცნების თამაშს თამაშობს ის ადამიანი, რომელიც მithom ნეიტრალური არის, სხვადასხვა მაჰათმა განდის აქვს ნათქვამი, რომ უსამართლობის პირობებში შენ თუ ხარ ნეიტრალური, ხო? როდესაც ერთი მხარე ჩაგავს მეორეს, ხო? შენ შესაბამისად გამოდიხარ ჩაგვრელის ხარეზე. აქედან გამომდინარე, ადამიანები სამწუხაროდ არიან ეს ადამიანები, რომ გისმენ გიორგი შენც მაინტერესებს, ანუ ეს მიდგომა, რომელსაც საკმაოდ ისეთი ადამიანი შეიძლება შეგხვდეს მოაზროვნედ და გითხრას, რომ ჯერ ამის, რომ ქართული ოცნება ადრე თუ გვიან აღადგეს დასავლეთთან ურთიერთობას, უბრალოდ ეხლა ამ სიტუაციაში უნდათ რაღაც იყვნენ წყნარად, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს ან ასე შემდეგ და ამიტომ არ უყურებენ ამას ამ პოლიტიკას ისე როგორც თქვენ უყურებთ, რომ აი რაღაც რუსეთისკენ მივდივართ და რუსეთის მონები ვართ, როგორც შენ ამბობდი პირველ ბლოკში და ასე შემდეგ. წარმოუდგენელია, რომ ეს იყოს ეგ ნაწილი, იმიტომ რომ პირველ რიგში შეუძლებელია ამის განხილვა იმ ჭრილში, რომ ბიძინა ივანიშვილი ანადგურებს საქართველოში ყველანაირ დემოკრატიას და ქმნის ტოტალიტარიზმს, იმიტომ რომ აბაომი გინდათ? არა, იმიტომ რომ აი დასავლეთმა გადაწყვიტა დასაჯოს საქართველო, რომ რაღაც არ ჩაერთო ამ კონფლიქტში. და ესე ებრძვის ახლა ივანიშვილი. სადაც 46% მათ მიერ დათვლილი, რომელსაც ჩვენ არ ვაღიარებთ. წარმოადგენს მათი ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანებს 46%. მათ განადგურებაზე არის საუბარი. პოლიტიკური ლიდერები ამ 46%-ის დღეს ციხეში არიან. ანუ ბიძინა ივანიშვილმა ომი გამოუცხადა საქართველოს ნახევარს, თავისი დათვლილ ნახევარს ოღონდ. და რეალურად ჩვენ იმას ვამბობთ 2/3 არის აქეთ და 1/3 იქეთ. ანუ მთელი არსი მაგაში არის, რომ ეს 1/3 არის და პლუს იქ არის ადმინისტრაციული რესურსი და ინერცია, როცა ხელისუფლება არის და ხელისუფლებას ბუნებრივად მხარს უჭერენ ბევრ რეგიონში. შესაბამისად, ამ პირობებში ომი დაწყებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ. ოპოზიციამ, ამ სამოქალაქო საზოგადოებამ არაფერი არ გააკეთა. ომი არ დაუწყია ამათ. ომი დაიწყო ბიძინა ივანიშვილმა და თქვა, მე გავაქრობ ყველანაირ ალტერნატიულ აზრს ქვეყანაში. მე გავაქრობ ნებისმიერ სივრცეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება თუნდაც ამ ომში, ან როგორც არ უნდა დამთავრდეს, მაშინაც კი დასავლეთს ჩემს გარდა აქ არავინ არ დახვდება. ეს არის ჩრდილოეთ კორეა. და შესაბამისად, ეს არის ბელარუსი. და ეს არის რუსეთი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ რისკების პრევენცია ხდება უკაცრავად, მაგრამ თუ საფრთხე არის, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს რატო აუქმებენ? თუ საფრთხე არის საგარეო დაზვერვის სამსახურს, ანუ საქართველოს დაზვერვის სამსახურს, რატო აუქმებენ და უერთებენ სულს, რაც ვიცით, რომ პრობლემურია? რატო აუქმებენ ჩვენს უსაფრთხოების სისტემას? რატო არ არის ჩვენი ჯარი ისე გაძლიერებული, რომ ჩვენ ის მაინც ვიცოდეთ, რომ რუსეთს ამ ძალიან სუსტ ვითარებაში ვერ ექნება შესაძლებლობა პროვოკაციები მოგვიწყოს შიდა ქართლში და აფხაზეთის მიმართულებით. რატო არ არის ჩვენს პარტნიორებთან ისეთი თანამშრომლობა, რომ მათი იმედი გქონდეს, იმიტომ რომ ტრამპი ახლა ამბობს, ახალი ომი აღარ დაიწყება. არსად. და შესაბამისად, თუ ტრამპი ამას ამბობს, რუსეთი საქართველოში ომს ვეღარ დაიწყებს. მე რომ ყოფილიყავი პრეზიდენტი უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, ნიშნავს რომ მე ახლა რო ვარ პრეზიდენტი, საქართველოში ომი არ დაიწყება. და ჩვენ ხედავთ რომ ირანს მაგალითად უცებ მოუგვარეს საკითხი, იმდენად ძლიერია ამერიკა. შესაბამისად, გეოპოლიტიკურად რაღაც მომენტში შეიძლება ბევრი წლის წინ გეთქვა რომ გამართლებული არის ქართული ოცნების ბალანსის პოლიტიკა, მაგრამ დღეს
როცა გეოპოლიტიკურად ავტორიტარული ბანაკი მარცხდება, დემოკრატიები იმარჯვებენ და საქართველოს ომს უცხადებს დემოკრატიებს, უკაცრავად ესეთი ტონით დემოკრატიებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან, გერმანიასთან, მაგალითად ბრიტანეთთან, ამერიკასთან არავინ არ საუბრობს, არც ბელარუსი საუბრობს, არც რუსეთი საუბრობს, არც ირანი საუბრობს, არც ჩრდილოეთ კორეა. ესეთი ტონით არავინ არ საუბრობს ჩვენ რაღაცა დავემსგავსეთ ბანანის რესპუბლიკას, რომელიც წარმოუდგენელი ტონით ესაუბრება მათ შორის იმ სახელმწიფოებს, ვინც ჩვენი არამხოლოდ მოკავშირეა ისტორიული და ჩვენი სახელმწიფო საერთოდ ჩამოყალიბებაში დაგვეხმარნენ პირდაპირ, არამედ ვინც ძალიან ავტორიტარული, ძლიერი და სახელმწიფოებია, უკაცრავად რუსეთის თუ გეშინია, შეერთებული შტატების და ევროპის რატო არ გეშინია, აბა მონაცემები შევადაროთ ერთმანეთს. თუ წარმოგიდგენია რომ ასე ისინი ომს არ დაგვიწყებენ და რუსეთი აგერ არის დემოკრატიული, იმიტომ რომ ომის გარეშე დღეს რუსეთმა მოახდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, state capture-ში ედება ბრალი ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთმა უკვე გააკეთა ყველაფერი. აი ომი უკვე დაწყებულიც არის და დამთავრებულიც არის რეალურად და ეს ამ ომის ქვია ბიძინა ივანიშვილი და მისი სისტემა. შესაბამისად ჩვენი მიზანია წარმოიდგინეთ, თბილისი უკვე ოკუპირებულია რუსეთის მიერ. რას ვაკეთებთ? მერაბ ვაკეთებთ იმას, რომ ქართველი ერის ერთობა, ჩვენი ყველას ერთიანობა, ძალა ერთობაშია და წინააღმდეგობის გაწევა რეჟიმისთვის არის ერთადერთი გამოსავალი. აქ უნდა აღარ არსებობდეს არც პოლიტიკური განსხვავება, არც განსხვავება იმისა, ვინ არის ანალიტიკოსი, ვინ არის ჟურნალისტი. აქ ყველა ვართ მოქალაქე, ვისაც ესმის, რომ სამწუხაროდ დავუშვით ესეთი შეცდომა და ბიძინა ივანიშვილმა მზაკრულად მოიტაცა ჩვენი სახელმწიფო. მადლობა, ჩვენი სტუმრები იყვნენ ნიკა ჩიტაძე, გიორგი ტომასიანი, ვსაუბრობდით კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე, ზოგადად და მათ შორის საქართველოში. ასეთი იყო გადაცემა რეზიუმე, გემშვიდობით 1 საათით, 9:00 გადაცემით პოლიტიკური სივრცე დაგიბრუნდებით.